როგორი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ამის კონკრეტული ციფრები მინდა რომ გავჩვენოთ, ანუ ციფრებში გამოხატული კატასტროფა, რომელიც რა ვიცი, ჩვენი უახლოესი 10 წლეულების მომავლის საფრთხეს გვიჩვენებს თვალნად. გურიის მაგალითი მინდა გავჩვენოთ. გურიაში 2024 წლის მონაცემებით 707 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ყველაზე საშინელი და მძიმე ამ ფაქტების შემკური არის ის, რომ ეს ტენდენცია არის წლებია უკვე მსგავსი. მე მაქვს აღებული 10 წლის მონაცემები. ეს არის ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა გურიაში. 2015-დან 2024 წლის ჩათვლი და ეს არის დიაგრამის სახით ნაჩვენები, როგორი კლებადი არის. ანუ 2015 წელს თუ იბადებოდა 1559 ადამიანი, ეს ციფრი დასული და შემცირებული არის 8-9 ადამიანამდე. ეხლა მეორე დიაგრამა მინდა გავჩვენოთ, ეს არის გარდაცვლილთა რაოდენობა, ისე გურიის მონაცემებზე გვაქვს საუბარი 2015-დან 2024 წლის ჩათვლის და დიაგრამაზე ხედავთ, როგორი მზარდი არის ეს. ანუ ერთმანეთს შეატაროთ, აი ეს არის სრული კატასტროფა, რაცაც აქ ხედავთ. ანუ არც ერთი წელი არ არის მთელი ამ მანძილზე, როდესაც მეტი იყო დაბადებულთა რაოდენობა, ვიდრე გარდაცვლილთა რაოდენობა. ასევე ამის პარალელურად, ანუ ლოგიკური არის, რომ ეს ეხება მოსახლეობის რიცხოვნობას სრულად და გაჩვენებთ მოსახლეობის რაოდენობას გურიის მიხედვით, ასევე წლების მიხედვით. 2015 წელს გურიის მოსახლეობა შეადგენდა 113,300 ადამიანს. 2025 წლის მონაცემებით 100,600 ადამიანზე არის. ანუ 12,700 ადამიანით არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა და ეს ბუნებრივი არის იმ კატასტროფული მონაცემების ფონზე, რაც გაჩვენეთ. ეს კრიტიკულად მძიმე არის იგივე მონაცემების მიხედვით რაოდენობრივად მონაცემები ჩოხატაურში, სადაც ბოლო 10 წლის მანძილზე მოსახლეობის რაოდენობა რო არ შემეშალოს ზუსტად ვნახო, შემცირდა 2,300 ადამიანით. ანუ 2024 მონაცემებით ჩოხატაურის მოსახლეობის რაოდენობა არის 16,700 ადამიანი, როცა 2015 წელს იყო 19,000 ადამიანი და 2024 წელს გარდაიცვალა 303 ადამიანი და დაიბადა 154 ადამიანი. ანუ ორჯერ მეტი სხვაობა არის. ანუ სრული ან ციფრებში გამოხატული კატასტროფა და ეს არ ხდება მხოლოდ გურიაში, უბრალოდ გურიის მონაცემები არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მთელ საქართველოში და ყველაზე ნათლად აჩვენებს, თუმცა ეს მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით იგივე სტატისტიკა გვაქვს და ეს არის ანუ საფრთხე, რომელიც ემუქრება ჩვენს ქვეყანას და ეხლა ანუ გურიის გუბერნიის და ოზურგეთის მერიასთან ახლო და მათ ოფისთან ახლო ტერიტორიაზე ვიმყოფები და ნორმალურ ქვეყნებში არის რეგიონული წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ალბათ ესაუბრებიან, ეუბნებიან ამ თემებზე, ანუ გამოსავალს ეძებენ და ეხლა წარმოვიდგინე, რომ მივდივარ და გურიის გუბერნატორს ვეკითხები, ესეთი პრობლემა გვაქვს და ანუ ვინც გურიის გუბერნატორი, ვისაც გინახავთ, წარმოვიდგინეთ პასუხი საერთოდ არ მგონია, რომ საუბარი შეუძლია ადამიანს, მაგრამ ან რო გვეუბნებიან, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და რო გვეუბნებიან, რომ იგივე სხვადასხვა საქსტატის მონაცემები, რომელიც ახლა მოხდა გამოყენებული, 2,000 ლარი რო არის საშუალო ხელფასი თურმე საქართველოში. ანუ რეალურად ეს არის მართლა გადაშენების პირას, რომ აი ცოტა რამდენიმე ნაბიჯი აშორებს ეროვნებას და ერს, ის მონაცემები არის, ვინაიდან ეს ტენდენცია, რომელიც გაჩვენეთ, არის უკვე 10 წლის რაც გაჩვენეთ, არის კატასტროფულად მზარდი. ანუ გამოსავალი და რაღაცა გამოსავლის გზებზე რო ვისაუბროთ, სრულიად არანორმალურად მიმაჩნია ამ ხელისუფლების პირველ რიგში სამწუხაროდ იმ ფონზე, როდესაც პირიქით ზუსტად იმას ემსახურებიან, რომ ივანიშვილის ოცნება რაც არის ზუსტად, რომ საქართველო